თან იმას ვფიქრობდი, რომ პირველისთვის არ მომეკლო ყურადღება, იმიტომ რომ 2 წელია სხვაობა და ძალიან პატარა იყო, როცა ორსულად დავრჩი მეორეს. მაინც ვფიქრობ ქალი, რომ აი ყველაფერი ჩვენზე გადმოდის. სულ ვოცნებობ მაგალითად იმაზე, რომ რამე მომინდეს. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი არის ძალიან მარტივად ბრაზდები. მე მგონი 9-თვე დავაგროვე და აი მერე დამეწყო ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ყველაფერზე მეტირებოდა. აი მე ხა ნეტა ვინმე დაიჭიროს. სამე რომ მეყოლება და ნეტა წაიყვა. იმდენად სტრესული იყო რაღაცა, შენ გააჩინე რაღაცა პირველად, ბავშვი გააკეთე მუცელში და ვიღაცა ეხება და შეიძლება ატკინოს, იმან არ იცის, მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემში იყო. დაიძინე, ჯერ სათხარ, მერე ნახე რა გეუდება. დამღლელი არის. ეს წამდე უნდა მიბაჩვენე. გულისცემას რო ელოდები, განვითარებას რო ელოდები, შემდეგ უკვე კისრის ნაოსს რო ელოდები, იმდენად რთულია, რომ მე პირადად, რა ვიცი, ვალერიანი და კორსიზი არ შეიძლებოდა ვსუნა. ანუ მაინც გამოდის, რომ შიშებთან გაჩენის მომენტი არის. ძალიან, აი ეგ პირველი პერიოდი განსაკუთრებით ემოციურია, ყველა ბავშვზე ესე ვიყავი. რო გინიშნავენ და ორსული ხარ, არც მამა არ ფიქრობს თანხაზე და არც დედა და არც ოჯახი და არავინ. ანუ იკეთებ ყველაფერს და ძალიან манипуლირებენ ჩემი აზრით ამ საკითხით. ორსული რადგან არის, ეს გჭირდება და უნდა გაიკეთო და ყველა იკეთებს. პირველი ფიქრი იყო ის, რომ ეგრევე ბუნებრივად უნდა გამოჩინა. მოგესალმებათ დედების პოდკასტი. ვაგრძელებთ ორსულების თემას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ორსული ბარბარე. ბარბარე, მოგესალმები. წინა გადაცემაც ორსულებს მიუძღვენით. დღევანდელი გადაცემაც ორსულების მიმართულებით არის. ანუ ეს პერიოდები როგორ გაიარეთ ორსულობის პერიოდის, შემდეგი პერიოდის როგორ წარმოგიდგენია და მსგავს თემებს განვიხილავთ დღეს. დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის მუსტელა. მუსტელას რუნავს ორსულებზე. წარმოდგენილი აქვს დედებისთვის, ბავშვებისთვის სხვადასხვა პროდუქტები და დედებისთვის კიდევ ყველაზე საყვარელი ტრიების ლოსიონი, რომელიც ძალიან ეფექტურია. პირველი თემა, რასაც მინდა შევეხო, არის ის, რომ შინაგანი ტრანსფორმაცია როგორ განიცადე. აი, პირველად როცა დაინახე ეს 2 წითელი ხაზი, რა იყო შენი შინაგანი შეგრძნება, ემოციები და რომ მოგვიყვე ამის შესახებ. ესე იგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო თემებისთვის. 2 ხაზი, სამივე შემთხვევაში სხვადასხვანაირი იყო. სამივე შემთხვევაში გაოცებაზე მეტად უფრო სიხარული მოდიოდა ხოლმე, საბედნიეროდ, ძალიან მიხარია და მესამე შემთხვევა იყო, როგორ იცით, ძალიან ველოდებოდი, ძალიან მინდოდა, ესე თქვა, დაგეგმილი იყო და აი, გავიგე თუ არა, ეგრევე ჩემი მეუღლეს დაურეკე, რომ მეთქი всё. ორსულად ვარ და იყო საოცარი ემოცია. აი, მინდა აღვნიშნო, რომ ბარბარე მესამე შვილს ელოდება ახლა, უკვე მალე სამი შვილის დედიკო გახდება და აი სამივეზე სხვადასხვანაირი ემოცია ქონდა, მაინც თუ განსხვავებული თუ მაინც რაღაც და სხვა, აი შეგრძნება მაინც შიშის დონე როგორი იყო თუნდაც. აი, გეტყვით, მეორე ორსულობის შემთხვევაში იმდენად მალე მოხდა და იმდენად დაუგეგმავი იყო და არ ველოდი, რომ გაკვირვებაც იყო. და თან სიხარული იყო. თან იმას ვფიქრობდი, რომ პირველისთვის არ მომეკლო ყურადღება, იმიტომ რომ 2 წელია სხვაობა და ძალიან პატარა იყო, როცა ორსულად დავრჩი მეორეზე და ეს შიშიც მქონდა, თან ემოცია მქონდა, რომ რა კარგი ერთად გაიზრდებიან, ერთად ითამაშებენ რაღაცეები, მაგრამ თან იყო უდიდესი შიშიც, რა თქმა უნდა. ყურადღების მოკლების და განაწილების. ეს უფრო ეიფორია იყო თუ რაღაც პასუხისმგებლობის შიში? კი, პასუხისმგებლობის, რომ აი როგორ გავყოფდი ამ სიყვარულს, მზრუნველობას, რა ვიცი, ყველაფერს, იმიტომ რომ პირველს ჯერ კიდევ ჭირდებოდა ჩემი თავი სრულად და ამის მეშინოდა, თუმცა მე მგონი გამოვიდა. აუცილებლად გამოვა. აი, რა მომენტში დავდექი, აი ორსულობის რეალური შეგრძნება, რა მომენტში დადგა ეს პერიოდი, დრო? ალბათ თავიდანვე, ანუ პირველივე წამიდან, არ ვიცი, ბავშვობიდან რაღაცნაირად აი დედობისთვის, ბავშვებისთვის ესე მომზადებული ვიყავი თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ პირველ ჯერზეც როცა 18 წლის ვიყავი, მაშინ გამიჩნდა პირველი შვილი, აი 19-ის გავხდი და მერე და აი პირველივე წამიდან გრძნობდი, რომ აი უკვე დედა ვარ. ანუ ეს არ იყო პირობითად გულისცემა რო გაიგე მაშინ ან რაღაცა ეგეთი? არა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა გულისცემას რო გაიგებ და მე საერთოდ მოძრაობას რო იწყებ, უფრო იაზრებ, მაგრამ პირველივე წამიდან ხვდები ალბათ, რომ რაღაც უკვე სხვა ხარ და რაღაც სხვა იწყებ.
სხეული. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. რასაც აი ყველა ორსული ესე ვთქვათ განიცდის. თუ ქონია ეს ტრანსფორმაციის მომენტი, ანუ ჩემი სხეული რაღაცა სხვა იქნება, როგორი ვიქნები, იმის მერე, ანუ თუნდაც მშობიარობის მერე როგორი მდგომარეობა მექნება, თუ ქონია ეს მიფიქრია, მაგრამ მე სულ იმას ვიძახი, რომ რაღაცნაირად გამიმართლა. იმიტომ რომ არც ერთ ორსულობაზე არ მქონია ბევრი ნამატი და ამ თემაზე სერიოზულად არ მიმუშავია, არ მინერვიულია. თუმცა აი პირველ ორსულობაზე მართლა იმდენად დაბალი წონა მქონდა 47 კილო ვიყავი, რომ მაშინ არ მქონია ეგ რეაქცია და ეხლა მესამეზე ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ რომ ისედაც მომატებული წონით რა დავჭი, მეთქი რა იქნება, მაგრამ ფიქრობ რომ გამიმართლა აღნაგობის და ასე შემდეგ მაგის გამო. გენეტიკურად კი. ანუ უფრო მეტად დაიწყე ზრუნვა, როცა გაიგერო ორსული ხარ, იმიტომ რომ რაღაცა ფორმები იცვლება, იმატებ წონაში თუ რეალურად ისეთ უფრო მეტად დავიწყე სხეულის დატენიანება. ანუ ესე არ ყველაზე ნაკლებად ვარ ხოლმე ჩართული სხეულის მოვლაში სამწუხაროდ ეს შეშრობა და რაღაც პროცესები არ მიყვარს, მაგრამ როგორც კი გავიგერო უკვე ორსულობა იყო, ეგრევე ვიწყებ ხოლმე აი მუცლის ისტერიულ დატენიანებას. ერთი ეგ შემიძლია გამოვყო და კვებასაც რაც შეეხება, ну მაქსიმალურად მაინც ვცდილობ რომ ეს junk food-ი ამოვიღო და ამოვძირკო, მაგრამ ხან გამოდის ხან არა, ესეც. აი ძალიან კარგი სპონსორი ყავს დღეს ჩვენ მოსტელა, რაც თქვენს ესე ვთქვათ წრიოს დაჭიმულობას უზრუნველყოს, ძალიან კარგი ლოსიონია, მინდა ყოველს ბურჩიო. როდესაც ეს ზოგადად არიან წყვილები, ეს უკვე დაგეგმილად აქვთ ეს ყველაფერი, ზოგს ასე მოლოდნილად აქვს. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? აი ეს ემოცია შეიცვალა რამე თქვენს ურთიერთობაში თუ პირიქით უფრო გარღმავდა, უფრო დაშორდი მეუღლეს რაღაცნაირად ემოციურად თუ მაინც დაგაახლოვათ ამ არა, ალბათ მესამე ბავშვზეც რო იწყებ ფიქრს, მაგის იმედი გაქვს ყველაზე მეტად მეუღლეს გულისხმობ და ჩვენ შემთხვევაში რაღაც პირიქით ხდება ხოლმე ამ ორსულობის დროს რაღაც უფრო დიდი ემოციური კავშირი გვაქვს, აი უთქმელი და თანადგომა და დაუწყოება არა. ხო, სხვათა შორის გამიგია ხშირად ემართება როგორებს ან სუნზეც თუნდაც აი ელემენტარულ რაღაცებზე მეუღლე მაგიზიანებდა რაღაცა არც ერთზე არ დამარცხდა. ნახოთ მე რა იქნება თუ კიდე დავაპირე. ანუ ის მომენტი არ გაქვს ხოლმე, რომ აი მე რო აი ესეთ ტვირთს ვატარებ, ბავშვს ვატარებ, ვსუქდები რაღაცა ეს რაღაცა. კი, ეგ როგორ არ არის, მაინც რო არ აწევს მას ტვირთად მსგავსი რაღაცა. მაინც ფიქრობ ქალი, რომ აი ყველაფერი ჩვენზე გადმოდის რა, ესე დაწესდა და ესე ხდება, რა თქმა უნდა, ეგ ფიქრები არის ხოლმე ხშირად, თუმცა მაინც როლები გადანაწილებული როცა არის ოჯახში, მე ხვდები ის რას აკეთებ, შენ რას აკეთებ და ნუ ესე ინება ბუნებამ და ესე ხდება. ამიტომ არა, გაბრაზება ამაგაზე არ მაქვს ხოლმე. მითები და რეალობა, მინდა შევეხო ამ თემასაც. შენთვის ყველაზე დიდი ესე ვთქვათ მითი რა იყო, როცა უკვე გაიგერო ორსული იყავ, თუნდაც პერიოდის განმავლობაში. აი ყველაზე ცუდ მითს გულისხმობთ თუ ცუდით ვთქვათ და მოდი ისე სასაცილო მითების თუ გაგახსენებთ. ცუდი ესე შეიძლება არ გამახსენდეს, მაგრამ აი სულ ვოცნებობ მაგალითად იმაზე, რომ რამე მომინდეს. აი ორსულებს რომ მუდმივად აქვთ აი ეს რომ აი მარწყვი მომინდა ღამე 4 საათზე და აი ჩემ მეუღლე რომ ამდგარიყო და წასულიყო. აი რომელი უფრო მინდა რომ მეუღლე გავაგზავნო ღამე 4 საათზე თუ მარწყვი მომიტანოს არ ვიცი, მაგრამ აი სულ მინდოდა სამივეზე და არც ერთხელ არ გამომივიდა. არ მინდება ფიზიკურად. ერთი მაინც გაგიჩალჭებინა. აი ხო, მაგრამ რაღაც დამდობი მინდო გაინდა, ხო? ემოციური ფონი. ხშირად არის ხოლმე რაღაც ამ ემოციურ ფონზე ბევრს არ საუბრობენ ხოლმე სამწუხაროდ კრემანდელობაში, რაც ძალიან ცუდია. პირიქით ჯობია რომ ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბროთ. ხშირად უფრო ფიზიკურ სიმპტომებზე უფრო საუბრობენ ვიდრე ემოციური ფონზე. აი შენთვის რა არის ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი ემოციური ფონი? სხვათა შორის ბოლო ტრიმესტრში ეხლა რაც გადავედი, ბოლო სამთვეში უფრო გამძაფრდა და ყველაზე მეტად რასაც განვიცდი არის ძალიან მარტივად ბრაზდები და ეს ემოციები ძალიან მარტივად მიცვლება და ძალიან განვიცდი განსაკუთრებით ბავშვებთან დამოკიდებულებაში. შეიძლება ისეთ რაღაცაზე მომეშალოს ნერვები, რაზეც საერთოდ რეაქცია არ მექნებოდა ორსულობის გარეშე. და ამას რო ვიაზრებ ხოლმე, რომ ეს smart ორსულობის ბრალია და ტყუილა ვიჩხუბე ახლა, ტყუილა რაღაცა შენიშნო მივერცი ჩემ შულს,
მერე ასმაგად ის მოდის ხოლმე რა ემოციები, ბრაზდები საკუთარ თავზე რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აკონტროლებ, აი ვცდილობ ყველანაირად გააზრებული მაქვს, მაგრამ ამ ემოციებს იმდენად ჰორმონალურია, იმდენად ცვალებადია და იმდენად სწრაფად ხდება, რომ ანუ ამის გაკონტროლება შეუძლებელია და ბავშვებსაც მაქსიმალურად ვუხსნი, რომ აი მაპატია და მე რაღაც ცოტა ვერ ვარ. ბაიulis ეს პერიოდი. ხო, და აი სამივე ბავშვი სხვადასხვა, თუ გაიხსენებ, თუ გახსენება, სამივე ბავშვი სხვადასხვა ემოციური ფონი გაწუხდა, თუ მაინც საბოლოო ჯამში ერთი და იგივე. აი სხვათა შორის პირველ ორსულობაზე არც მახსენდება ესეთი ის უფრო ძირითადად ტირილისკენ ვიყავი მიდრეკილი და ეს გაბრაზებები არ მქონია, მაგრამ აი ეხლა ვიაზრებ, რომ როცა პირველი შვილი გავაჩინა, ის პოსტ სამშობია რომ დეპრესიას რო ვეძახით, მარტო პირველზე დამეწყო და ეს იყო აი შემდეგ რა, აი მე მგონი 9 თვე დავაგროვე და აი მერე დამეწყო ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ყველაფერზე მეტირებოდა. ანუ ჩემ შულს რო უბრალოდ ხელში დაიჭერდნენ, მაგაზეც კი ვტიროდი, მარტო მინდოდა რომ ჩემ მეუღლის ჭეროდა და მეც არც დედა ჩემს, არც დედამთილს, არც ძმებს, არც არავის. აი საოცარი პერიოდი იყო და მაშინ ვერ ვიაზრებდი და მე მივხვდი. ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობ ამ ემოციებზე? აი მე ხა ნეტა ვინმე დაიჭიროს ხო? სამე რომ მეყოლება და ნეტა წაიყვანა. მაინც ყველაფერი იცვლება ხო? თუმცა მაინც ეს დედობრივი ეჭვიანობა იყო, ეგ ემოციური ფონი თუ მაინც ჰორმონალური და მიმართულება იყო? არა, ეჭვიან, ვაიმე არ ვიცი, იცით როგორ ის მქონდა, არ მინდოდა ვინმეს რამე ესწავლებინა, ანუ მაშინ მქონდა 19 წლის ვიყავი და ანუ ვიცი, ანუ აი ესეთი პოზიცია მქონდა და თავდაჯერებული. კი და თან რაღაცა ეს ჭიპის მოშუშების ამბავის იმდენად სტრესული იყო, რაღაცა შენ გააჩინე რაღაცა პირველად ბავშვი გააკეთე მუცელში და ვიღაცა ეხება და შეიძლება ატკინოს, იმან არ იცის, მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემში იყო. და ვაიმე, აი ყველაფერი ერთად იყო ალბათ, ეჭვიანობაც, აი ეს თავდაჯერებულობაც, აი ეს ემოციებიც, ჰორმონებიც, ყველაფერი ერთად იყო და აი საშინლად მახსენდება მართლა. მოდი, შევეხოთ ზოგადად გარემოსაც. როგორ შეიცვალა შენი, აი ესე თქვა, სოციალური წრე, გარემო? შეიცვალა თუ არა საერთოდ? კი, შეიცვალა და სხვათა შორის იმ დღეს ვფიქრობდი, რომ აი ლიფტშიც კი მე ზოგადად ისეთი ვარ, ძალიან აქტიური ვარ. სულ აქეთ-იქით დავდივარ, ძიმეც მიჭირობს ხოლმე ზოგჯერ, ასე შემდეგ და ანუ არ ვერიდები ესე ძალიან ის რო უფრთხილდებიან თავს, ეგეთი არ ვარ და აი ლიფტშიც კი მეუბნებიან, რომ აი დაგეხმარები ისეს და არ მსიამოვნებს. აი მინდა ვუთხრა, რომ ანუ შემიძლია და არ მინდა რომ ვიღაცამ თქვას, რომ აი რატო ეზიდება ეს გოგო, რატო უჭირავს ეს პარკი, რატო დადის მანქანით საჭესთან აღა დროს სამის ჯდომა და ეგეთი რაღაცები არ მომწონს, მაგრამ აი მაგრამ მაინც ყურადღება და რაღაცა სხვა კი, რა თქმა უნდა, აი რიგშიც კი ეს არ დავკვირვები ვარ შეიძლება წინა ორსულობებზე, რიგშიც კი აი ბოლოს იყო ერთ იმაში ვიყავი კლინიკაში და შემომყვა ერთ-ერთი ქალბატონი ბახილი უნდა ჩამეცვა, შემომყვა სპეციალურად და მითხრა რომ ჩემი რძალი არის ორსულადო და მინდა რომ მოგეხმარო ჩაცმაშიო. ეს იყო ძალიან სასიამოვნო, რა თქმა უნდა და გრძნობ ამას ნამდვილად. არის ხოლმე, როდესაც ფიქრობენ, რომ აი რაღაცნაირად უნდა მოგცენ რჩევა. შეიძლება ეს საკმაოდ საინტერესო და შენთვის მისაღები რჩევა იყო, მაგრამ ზოგადად დაგღალა თუ არა ამ რჩევებმა და ზედმეტია თუ არა, როგორ თვლი ეს რჩევები? იცით რა მგონია, ზოგადად ახლა მესამე ბავშვზე ეს რჩევებით აღარ ჩარეულან, ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა უკვე 2 ბავშვი გავიარე წარმატებით ასე თუ ისე და პირველი მეორე შემთხვევაში და აი ჩემს გვერდზეც გოგოებთან ერთად რო ლაპარაკობ ხოლმე და ეს ინტერაქცია გვაქვს პირველ შვილზე ყველას აბსოლუტურად აი ეს ჩარევები აი ჯერ სათხარ დაიძინე მაგაზე მქონდა კიდევაც თემა და საუბრობდით და აი საკმაოდ ხშირია. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი არის ალბათ აი ეგ რომ დაიძინე ჯერ სათხარ მე ნახე რა გელოდება ან რაღაცა ისეთი რჩევები ეხლა ყველაფერი ჭამე და მერეც ყველაფერი ჭამე და იმდენად უკვე შესაძლებელია რომ ეს ინფორმაციები ჩვენთვის იყოს ხელმისაწვდომი და იმდენად მართლა ყველა ჩართულები ვართ და ყველაფერი ვიცით რომ გვესმის ეს კეთილი რჩევები, მაგრამ აი
ცოტა რაღაცა ნარევი აქვს ხოლმე აი ეს უფრო ხშირად გაგითვალისწინებია თუ უფრო ხშირად არ გაგითვალისწინებია? ადრე უფრო არ ვითვალისწინებდი მე მგონი. ეხლა ცოტა რაღაცები გამოცდილებამაც მომცა და მე შემიძლია რომ რაღაცები ვიღაცას ვურჩიო, მაგრამ მაქსიმალურად მაინც თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ორ სულს რაღაცნაირი დედობრივი ინსტინქტი თვითონ აქვს და თვითონ გრძნობს ამას, ესე მგონია და თუ შემეკითხებიან კი ბატონო, თორემ მგონია რომ მაინც ცოტათი რთულია რა ორ სულისთვის ესეთი რაღაცების რჩევა და გასაგებია. ზოგადად ხშირ შემთხვევაში ორსულები ყოველთვის რაღაცნაირად ამ ორსულობის პერიოდზე ყოველთვის დადებითად საუბრობენ ხოლმე, რომ აი რა კარგია, ანუ რაღაცა სიცოცხლე ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ რა არის მეორე მხარე? მეორე მხარე ის არის, რომ მაგალითად სახს რო ვეღარ ვალაგებ 20 წუთში დახრა რომ აღარ შემიძლია და ეს სიმძიმე განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში მართლა ძალიან რთულია. მანამდე შეიძლება დაფრინავდეს ორსული. ბოლოს უკვე ხვდება რომ აი სუნთქვაც აღარ ყოფნის, ვეღარც დაიხრება, ვეღარც სახს და აი ყველაფერი იცვლება და ხო ეს აი მართლა ძალიან რთულია. ეს იმას არ გავს საზამთროს რომ მიამაგრებენ ხოლმე მამიკოებს და აბაი არის საზამთრო თიული და ამით ვერ დადიხარ, იმიტომ რომ ყველაფრით ძიმდები, ფეხებში, ხელებში, სახეზე, ყველგან და სულ სხვა პერიოდია მოკლედ ეს ბოლო განსაკუთრებით. მინდა შევეხო ასევე მომავალს, ზოგადად შიშებს. დედობის იმიჯი, ესე ვთქვათ, ავიღოთ თემა. როგორი დედა გინდა რომ იყო? ნუ ხა დედა ხარ უკვე ორი შვილის დედა ხარ, მესამე ცალკეები, მაგრამ მაინც როგორ წარმოგიდგენია სამი შვილის დედა როგორი გინდა რომ იყო? ალბათ ისეთი აქტიური როგორც ვიყავი, არასდროს არ გავჩერებულ ვარ და დამღლელი არის. ვერ ვიტყვი რომ აი ძალიან კარგად რაღაც, მაგრამ იმდენად მე სწრაფად გაგდის დრო, თავდაჯერებულობა გემატება და ამ ყველაფრით ერთობი და სიამოვნებას ნახულობ, რომ ჯობს ესე იყო ალბათ, მაგრამ აი არის ხოლმე ორსულებს გონიათ რომ ის სულ რაღაცას რო ვერ გააკეთებენ ან სახლში დარჩებიან ან მოუწევთ ხო რაღაცა, ეხლა ერთი თვე შეიძლება მართლა ვერავინ ვერაფერი ვერ ქნას და სახლში იყოს ბავშვთან ერთად ხო? გონიათ რომ ეს არის რაღაც დანაშაულო აი სახლში ჩავჯექე, არა, ანუ ზოგჯერ უბრალოდ გვჭირდება რომ დავჯდეთ სახლში და საერთოდ არ ვიდა არც მეგობრების ნახვა, არც გარეთ გასვლა, არც ეინობა, მინდა მშვიდად ჩემს შვილთან ერთად ვიყო. ანუ შენ ბოლნები რომ შიშს არ გრძნობ და საკუთარ თავს არ კარგავ ამ როლში. ორჯერ ესე მოხდა. ეხლა ნახოთ. ეხლა შეიძლება რო გავაჩვენ მინდოდეს ორი თვე სახლში ყოფნა ჩემთვის წყნარად არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ აი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ამით თავს არ დავისტრესავ, თუმცა ეს აქტიური ცხოვრების რეჟიმი მიყვარს და მიჩვეული ვარ. ინტუიცია, ზოგადად ყავს ამბობენ რომ დედას სხვანაირი და გამძაფრებული ინტუიცია აქვს. შენ უფრო მეტად ენდობი შენს ინტუიციას თუ მაინც იშველიებ თანამედროვე აპლიკაციებს, წიგნებს? იცით ესე სულ ინტუიციაზე ვერ იქნები. ანუ რაღაცა ყველაფერი ვერ გვეცოდინება და ახლა ამდენი განათლება რომ მქონდეს რომ რა ჭირდება ბავშვს რა დროს ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ ჩემი გამოცდილებით აი რამდენჯერაც ავადობისას თუნდაც ხო ელემენტარული მიგზნია რაღაც რომ არ იყო საჭირო, ან ზედმეტი იყო, ან აი ამას არ საჭიროებდა და რაღაც ყოველთვის რაღაცნაირად მართალი აღმოჩნდა. თუმცა რა თქმა უნდა ახლა ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ დედებს საოცარი გრძნობა გვაქვს ამის. არ ხარ ორსულად. რას ეტყოდი შენ თავს იმ გადმოსახედიდან ახლა? ამ მდგომარეობაზე ზოგადად მე არ ვიცი, ვეტყოდი რომ მაგარი გოგო ხარ თქო. ბევრი მოახერხე თქო და ახლა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახლა მეწყება რომ ორი ბავშვი რომელიც მართლა სიგიჟემდე ელოდება და ძალიან მიმსუბუქებს ეს ამ პროცესს, იმიტომ რომ ეჭვენობის ის მე მგონი არ გვექნება სცენები, იმიტომ რომ მართლა სიგიჟემდე ელოდებიან, ვეტყოდი იმას, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის გასავლელი, როგორ გაზრდი ამ ორ ბავშვთან ერთად ამ მესამეს და ეს მესამეს ცოტა აცდენა წლებში, ეს 5 წელი და 7 წელია უკვე სხვაობა და აი მეშინია იქ ცოტა რომ როგორ ითამაშებენ, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს და აი მაგას ვეტყოდი რომ მაგისთვის მოიმზადოს და რაღაცა იფიქროს დაგეგმოს. აი ჩემი გადმოსახედიდან რო გეულობ ხოლმე აი 3 შვილის და 4 შვილის და ჩვენთვისაც ძალიან დიდი და გაბედული ნაბიჯი არის მართლა. პირველ რიგში
ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან კარგია რომ ესე არ ნებდები, არ ჩერდები. რა არჩევებს მიცემდი მომავალ დედიკოებს და იმ დედიკოებს, ვისაც პირობითად ერთი ყავთ და აი მეორის გაჩენა უნდათ და ვერ გაბედეს, ან თუნდაც ორი ყავს და მესამის გაჩენას ვერ ბედავენ. იცით როგორ არის, რჩევა შემიძლია ჩემი გადმოსახედიდან მივცე, მაგრამ მაინც მგონია რომ აი მე მაგალითად ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა და 2 წელია სხვაობა ჩემ შვილებს შორის, იმიტომ რომ იმდენად კომფორტულია ის რომ აი დრო წვიმს ხო, ელემენტარული გარეთ ვერ გავდივართ და სახლში ისე თამაშობ რომ ვერც ვიგებ, ეს ჩემთვის არის უდიდესი კომფორტი, მაგრამ როგორი ხასიათები ექნებათ და ითამაშებენ თუ არა ერთად, ესე რთულია ხო ამის განსაზღვრა. ამიტომ მაგასაც ალბათ თვითონ მიხვდებიან, აი ეს რჩევას ნამდვილად ვერ გავცემ, რომ აი მოდი 2 წელი სხვაობა გააკეთე და გააჩინე. უბრალოდ ჩემი მაგალითით ვიტყოდი იმას, რომ ვინც ახლა არის ორსულად და მეორეს ელოდება და აი ჩემნაირად ნერვიულობს, რომ პირველი რას იზამს, როგორ იზამს, შემზადების შემდეგ, აი ამ პროცესში რომ აბა ერთად გავზარდოთ რაღაც, მერე ყველაფერი მარტივდება. ზოგადად მგონია, რომ 1 წლის რო გახდება ბავშვი, მერე უკვე ყველაფერი მარტივია ხოლმე და დამოუკიდებლობა, სიარული, თამაშები უკვე ყველაფერი ესმის და 1 წლამდე უნდა მიბაჩოჯო. მინდა აუცილებლად შევახო სამედიცინო მიმართულება, ზოგადად სისტემას, ამ სისტემას, ექიმებთან ვიზიტი, ყველაფერს ნელ-ნელა ეტაპობრივად შევახებოთ, მაგრამ პირველ რიგში რაც მაინტერესებს და მინდა რომ გკითხო, გქონია თუ არა შემთხვევა, როდესაც ანუ უფრო მეტად ენდე შენს ინტუიცია შენს გამოცდილებას, ვიდრე რაღაცა პირობითად ექიმა გირჩია და გითხრა რომ ესე უნდა გაგიკეთებინა. აი პირველ ორსულობაზე არ მახსოვს როგორ იყო, იმიტომ რომ პირველი ორსულობიდან მომყვება ჩემი გინეკოლოგი და მეანი, ვინც არის და ამიტომ ჩემს ინტუიციებს აღარ ვენდობ იმდენად მჯერა მისი. აი პირველ შემთხვევაში მაგას ვაკეთებდი თუ არა, არ ვიცი, ალბათ უფრო არა, იმიტომ რომ მაშინ უფრო გამოუცდელი ვიყავი და უფრო მაინც ვითვალისწინებდი. კი, ვითვალისწინებდი. ეხლა ბოლოს კი მქონდა შემთხვევა ესეთი, რომ რაღაცა ვირუსი შემხვდა რაღაც და აი ფიქრობდით ანტიბიოტიკი დაგვეწყო თუ არა და მეორე ანტიბიოტიკი მომიწია თან და იმდენად რაღაც ის მქონდა რომ აღარ მინდოდა და გადავლახავდი რომ აი ერთი ეგ ჩემო გინეკოლოგს მითხრა რომ შენი განწყობის მიხედვით რომ მოდი ვაცადოთო და აი ეგ იყო. მეტი არ მახსენდება ესეთი. ნუ ალბათ ყველაფერი შემთხვევითობაზე. რადგან ეს შევეხეთ ამ თემას, გარემ შევეხოთ Google-ის თემასაც. რამდენად ხშირად აყენებ ზოგადად აი სამკურნალო მიმართულებით გულისხმობ, რა თქმა უნდა, Google-ში რამდენად ხშირად სერჩავ სხვადასხვა ტიპის აი როგორ ვუმკურნალოთ პირობითად რა სიმპტომები აქვს, რა სიმპტომებს ეს რას იწვევს, ქონია ხოლმე თუ აკეთებს გავს რაღაცებს. ეხლა Google-ზე მეტად ეს ChatGPT და რაღაც ეგ ბაგაჟი ჩავერთ, კი, მაგრამ ესე რომ აი რა დავლიო რა გავაკეთო, არასდროს არ მიკითხავს, არასდროს არ დავუჯერებ. უბრალოდ შეიძლება რაღაცა მკითხო, რომ ეს სიმპტომი თუ შეესაბამება ამას და რომ დამამშვიდებს და მომიტანს სოფლიო ენციკლოპედიასთან, რომ ჩემ ექიმთან გავალ კავშირზე მაგალითად, უკვე მშვიდად ვარ, მაგრამ ბავშვობაში იმდენად ცუდი გამოცდილება მქონდა, თავის ტკივილები მქონდა ხოლმე ძალიან ხშირად და რო ჩავწერდი, ანუ დამიწერდა რომ კვდები ხვალ და აი ყველას მქონია დარწმუნებული ვარ ეგ რაღაცა და მაგის მერე აბსოლუტურად პირიქით რა აღარ მინდა რომ ეგეთი რაღაცები ვკითხო, ძალიან ვერიდებ. თან მერე რომ მაგას დასერჩავ, ყველაფერი მაგაზე ამოდის და ყველა სოციალურ სივრცეში გვხვდება და მით უმეტეს ორსულობაში ძალიან სტრესული, ამიტომ არ ვაკეთებ მაგას და არავის არ ურჩევ. რას ნიშნავს შენთვის კარგი ექიმი? კარგი ექიმი. პირველ რიგში, აი ყველა შემთხვევაში ეს იქნება პედიატრი, გინეკოლოგი, ოჯახის ექიმი თუ არ ვიცი ნებისმიერი, ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ როცა დავურეკავ, თუ არ ეცლება, გადმომირეკავს ან მომწერს, რომ აი რამე სასწრაფო ხო არ არის. ეგ არის ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი და ყველაზე ღირებული, იმიტომ რომ იმდენად აჩქარებულია ყველაფერი და იმდენად გვჭირდება აი ეს კომუნიკაცია და ურთიერთობა და ნდობა და მზრუნველობა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ეგ. ქონია შემთხვევა, როდესაც კი და ეგრევე გამომიცვლია ნებისმიერი ექიმი, რომელიც საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას, სადაც არ უნდა მიწერო, არ დაურეკო, არც რო გადმოგირეკავს და ასე შემდეგ. ეგეთი არც პედიატრი არ მყოლია და არც ოჯახის ექიმი. რიგები და მოლოდინი. ის დრო მინდა რომ გაიხსენო, როდესაც აი გახარ რიგებში, კლინიკაში, დროს აი ესე თქვა რებანში ატარებ და რაზე ფიქრობ ამ დროს? აი მე
თავიდან ძალიან რთულია, აი პატარა ორსული სანამ ხარ, აი განსაკუთრებით დედები გამიგებენ ხა 12 კვირამდე გულისცემას რო ელოდები, განვითარებას რო ელოდები, შემდეგ უკვე კისრის ნაოსს რო ელოდები, იმდენად რთულია, რომ მე პირადად, რა ვიცი, ვალერიანი და კორსიზე არ შეიძლებოდა სუნავდი. ანუ მაინც გამოდის, რომ შიშებთან დარჩენის მომენტი არის. კი, ძალიან. აი ეგ პირველი პერიოდი განსაკუთრებით ემოციურია, ყველა ბავშვზე ესე ვიყავი. და მე უკვე გიხარია ერთი სული გაქეხოზე როდის შეხვალ ბავშვოდის დაინახავ სახეს თუ გაჩვენებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი მანამდე მართლა ძალიან სტრესულია და მარტო იმაზე ფიქრობ, რომ ჯანმრთელი და კარგი შვილი იყო გაჩქოს ღმერთი. ძალიან ხშირად არის ხოლმე, მეც მეგობრები გარშემო რომ მყავს ორსულები, ძალიან ხშირად წუწუნებენ აი ამ დაუმთავრებელ ანალიზებზე, დაუმთავრებელ ესე ვთქვათ ვიზიტებზე, დაზღვევებზე, გას რაღაცეებზე. შენ თუ ქონია ეგეთი გამოცდილება? არა. არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი ექიმი რაღაც სხვანაირად უდგება ხოლმე ამ ყველაფერს, იმიტომაც ვენდობი ასე ძალიან, რაც არ არის საჭირო, არასდროს არ მინიშნავს, თუმცა რაღაც პერიოდი მომიწია დაზღვევით სხვა ექიმთან გადასვლა და უამრავი თანხა დავხარჯე, აი მე რო ვაჩვენე ამ ჩემს ექიმს ანუ აი ეს რა გინდოდაო, მაგრამ რო გინიშნავენ და ორსული ხარ, არც მამა არ ფიქრობს თანხაზე და არც დედა და არც ოჯახი და არავინ. ანუ იკეთებ ყველაფერს და ძალიან მანიპულირებენ ჩემი აზრით ამ საკითხით. ორსული რადგან არის, ეს გჭირდება და უნდა გაიკეთო და ყველა იკეთებს და ძალიან დიდ ხარჯებთან არის პლუს დაკავშირებული. მე მინდა შევეხო თვითონ ორსულობის პერიოდსაც ესე ვთქვათ. ბუნებრივად იმშობი არის ალბათ. კი. მესამესაც ალბათ ბუნებრივად კი, იმედი არ მოხდა. როგორი იყო ეს მშობიარობის მომენტები, რამდენად მარტივი იყო შენთვის და მინდა რომ ზოგადად თუ ქონია ის მომენტი, როდესაც აი ძალიან ბევრი ვიცი რომ ითხოვს, უნდათ რომ საკეისრო კვეთა გაიგეთო. თუმცა ანუ რაღაცნაირად მედიცინა ეხლა უფრო მკაცრად უდგება თვითონ კლინიკაც და ექიმიც ამ საკეისრო კვეთის გაკეთებას. შენ თუ ქონია თავიდანვე პირველ შულზე რო გავიხსნოთ პირობითად, თუ შეგეშინდა მშობიარობის და ქონდა ეგ შესთავაზე შენს ექიმს, რა, მოდი საკეისრო ხომ არ გავიკეთოთ. ან რაღაცა მსგავსი თემა თუ ქონდა შენს პირად ექიმთან. ეხლა ცოტა ვრცელი თემაა და რაღაცნაირად შევეცდები ეხლა მოგიყვეთ. პირველ რიგში პირველივეზე როცა დავრჩი ორსულად და პირველი ფიქრი იყო ის, რომ ეგრევე ბუნებრივად უნდა გამეჩინა, საერთოდ არ მიფიქრია საკეისროზე, არც განვიხილავდი და ერთ-ერთ ეხოსკოპიაზე საკმაოდ ცნობილ რადიოლოგთან როცა ვიყავ ვიზიტზე, მითხრა, რომ სიმფიზის თვალი მქონდა რაღაც 13 და რაღაც თუ რაღაც საოცარი რიცხვი და საკეისრო დამიწერა. და მახსოვს რამდენი ხანი ვტიროდი, რომ საკეისრო ესე ამ რაღაცა ძulis გამო მაშინ არც ვიცოდი ეს ძვალი რა იყო. ძulis გამო დამენიშნა და მე გადავამოწმე 1000-გან და ძალიან დიდი ცდომილება იყო ამ რადიოლოგის მიერ დაშვებული სანტიმეტრებში და უბედნიერესი ვიყავი, რომ საკეისრო არ მომიწია. რატომღაც თავიდანვე სულ მეშინოდა უფრო გაჭრის, ვიდრე ბუნებრივად მშობიარობის და დღემდე ესე ვარ. ეხლაც აი 30 კვირაზე რო ვიყავი ეხოზე, მახსოვს რომ თავით არის, იმიტომ რომ თავით თუ არ იქნებოდა მიწევდა საკეისრო და ძალიან ნერვიულობდი, რომ იმ ვარჯიშებმა თუ არა მოატრიალა, იმან თუ არ რამე შველება, როგორ უნდა გამჭრან, მე როგორ შევიხე. ამიტომ მე ვარ აი ეს რაღაცა აქეთა ბუნებრივისკენ, მდგომ ყველაფერში ეს ბუნებრივობა მგონია რომ როგორც არის დაწესებული, ასე ვთქვათ, უფრო მარტივად მოშუშებადი და მარტივად შესაძლებია, თუმცა გაუმტკივარებ. ეგ უნდა მეკითხა. კი. იმიტომ რომ როცა არის ამხელა შესაძლებლობა, რომ ეს ტკივილი სულ თუნდაც 20%-ით შეიმსუბუქო, უფრო მეტი პროცენტულობა, რა თქმა უნდა, რა ვიდრე ლამის შემთხვევაში 80 იყო და 90. მაგრამ თუნდაც აი ზოგჯერ ხო ვერასწრებენ რაღაცა და ძალიან არ უყუჩებდება თან რაღაც, თუნდაც 20 რო შემსულ, რატო არა? ანუ მე ვერ მაგას პირადად, ამიტომ ჩემი რეკომენდაციით გაუმტკივრება იყო იდეალური გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში და მესამეზეც ესე ვაპირებ. ძალიან დიდი მადლობა შენი გულწრფელი პასუხისთვის. მე წარმატებებს გისურვებ. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბარბარე. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დედები, დაგვიწეროთ კომენტარები და აუცილებლად დაგვილაიქოთ.